გადაწყვეტილების მიღების პირებთან, მათ შორის საჯარო მოხელეებთან მოლაპარაკების დროს რა უნდა გაითვალისწინოთ? ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე რა მინდა გირჩიოთ თუ იმეს ოდესმე მოგიწიათ. ალბათ ბიზნესშიც და სხვა სფეროებშიც გამოდგება, მაგრამ მაინც უფრო აქტივისტური და არასამთავრობო გამოცდილებიდან ვისაუბრებ მე. პირველ რიგში არასდროს არ მიხვიდეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებაზე მარტო. ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მეორე მხარეც დაგხვდებათ რამდენიმე ადამიანი წარმოდგენილი და ეს ძალიან უთანასწორო მდგომარეობა შეგიქმნით, როცა იქნებით 1, 2-ზე, 3-ზე, 4-ზე. ორი ადამიანიც რო იყოთ თქვენი მხრიდან და იქიდან თუნდაც 3 ან 4, იმდენად დიდი უთანასწორობა არ არის, როგორც 1, როცა არის 2-ზე. და მეორე მთავარი მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ როცა რამდენიმე ხართ, ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ რაღაც გამოგრჩეთ, შეიძლება სხვამ შეავსოს, შეიძლება სხვამ ილაპარაკოს და თქვენ ამასობაში დრო მოიგოთ და მოიფიქროთ, გაგახსენდეთ, ან უცებ მოიფიქროთ, რისი თქმაც გინდოდათ, ანუ სხვა ადამიანი დროს ასე ვთქვათ, გაატარებინებს რაღაც, მოგაგებინებთ თქვენ და გაატარებინებს მეორე მხარეს. ამიტომ და მესამე, მოწმეც გჭირდებათ იმისთვის, რომ მე ან ამ მოხელეებმა, ან სხვა ადამიანებმა, ვისი სახელითაც თქვენ ამ მოლაპარაკებებს აწარმოებთ, რომ გკითხონ, ნამდვილად ესე იყო თუ არა, ან რომ მოგდონ შარი, რომ ესე არ იყო, ან რაღაცა, გყავთ მოწმე, ხო, ძალიან ხშირად არ იწარმოება ოქმები, მოლაპარაკებების, ასევე, რა თქმა უნდა, არ ხდება ფარული ჩაწერა. ან ღია ჩაწერაც არ ხდება უმრავლეს შემთხვევაში, ამიტომ ვიღაცა მოწმე მაინც გეყოლებათ, რომელიც იტყვის, რომ კი, ეს იყო ასე და თქვენ ისეთ რამეს ვეღარ დაგაბრალებენ, რომ დათანხმდით ისეთ რამეს, რასაც არ დათანხმდით, ან პირიქით. მეორე, განსაზღვრეთ მოთხოვნები, ძალიან მკაფიოდ და კონკრეტული რა სიტყვით, ასევე განსაზღვრეთ თუ მზად ხართ უკან დახევისთვის, რა არის ის პროგრამა მინიმუმი, რომელზეც ხართ თანახმა. მინიმუმ იფიქრეთ შესაძლო ასეთ ვარიანტებზე. მესამე, გაარკვიეთ წინასწარ, რამდენი დრო გექნებათ შეხვედრაზე. ეს შეგიძლიათ გკითხოთ მდივანს, თანაშემწეს ან შეხვედრის სხვა ორგანიზატორს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთმანეთში გადაინაწილოთ სასაუბრო დრო. იმიტომ რომ უნდა დაუტოვოთ დრო მეორე მხარეს, რომ დაგისვათ კითხვები, ან გასცეს პასუხები თქვენს კითხვებს, ან შეთანხმდეთ სამომავლო ნაბიჯებზე. იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი შემთხვევა, საელჩოდან მყავდა ადამიანი მოწვეული და ლაპარაკობდით, ის ადამიანი გვეუბნებოდა, რომ 15 წუთში უნდა გავიდე, ჩვენ მაინც გავაგრძელეთ, 10 წუთში უნდა გავიდე, ჩვენ კიდევ ერთს გეტყვით და ბოლოს ეს ადამიანი ადგა ბოდიში მოიხადა და გავიდა. შეგვატოვა ხელში თავის თანაშემწეს, რომელმაც უბრალოდ ვითხრა, რომ ამ თემაზე ჩვენ კიდევ დაგიკავშირდებით, ყველაფერი ჩავინიშნეთ. ანუ სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმება ვერ მოვასწარით, გამოუშვით ორთქლი და ამით მორჩა ამბავი. ხო, კიდევ ერთი რატომ არის კარგი, როდესაც არის არა ერთი, არამედ 2 ან სასულიერო შემთხვევაში 3 მომლაპარაკებელი. იმიტომ რომ ერთი ადამიანი შეიძლება მაგალითად ჩააგდონ ხიბლში. როდესაც მოგიყვანენ ვიღაცა მაღალი თანამდებობის პირს, ან თქვენთვის პატივსაცემ ადამიანს, ან ასაკის, ან სხვა რაღაცის გამო კიდე და უკვე ერთი ადამიანი შეიძლება ძალიან ადვილად აი ამ ხიბლში ჩავარდეს, ჩათვალოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რახან ეს ადამიანი ამ თემით დაინტერესდა და დაგარგოს სიტუაციის კრიტიკულობის შეგრძნება. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის სიტყვები, როდესაც მაგალითად რაღაცას ერთმანეთს გააწყვეტინებთ, ზოგადად სასურველია, რომ ერთმანეთი არ გააწყვეტინოთ, მაგრამ თუ გააწყვეტინებთ, აძლიერებდეს თქვენი მოკავშირის ნათქვამს და ხელს პირიქით არ უშლიდეს. უმნიშვნელოს ან საეჭვოს არ ხდიდეს. ესეც საკმაოდ ხშირია, რა ვიცი, ერთი ადამიანი იტყვის მაგალითად ითხოვს შემოპირებისთვის დასაქმების სავალდებულო კვოტებს და ამ კანონმდებლობის შემუშავებას და მეორე ამბობს მაგალითად თუნდაც თუ კვოტებიც რო არ იყოს, ის მაინც იყოს, რომ რაღაცა თქვა საგადასახადო შეღავათები დაუწესონ ბიზნესებს, რომლებიც შეშემოპირებს დაასაქმებენ. ან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ წინასწარ არ გაქვთ შეთანხმებული უკან დახევა, ჯობია რომ და მაგალითად
მხარე მოხელეები გთავაზობენ რაღაც ვარიანტს, რომ ამაზე არ ვართ, მაგალითად კვოტებზე, სავალდებულო კვოტებზე არ ვართ თანახმა ვართ შეღავათებზე, საგადასახადო შეღავათებზე. ასეთ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ეს წინასწარ რაღაცა გათვლილი, რომ შეიძლებოდა ესეთი კომპრომისის შემოეთავაზებინათ, ჯობია რომ დრო ითხოვოთ მოსაფიქრებლად, ან ადგილზე შესვენება გამოაცხადებინოთ რაღაცნაირად, ან ითხოვოთ მომდევნო შეხვედრა, რომ ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია, ან უნდა გავიაროთ სხვა ჩვენს მხარდამჭერებთან, მომხრეებთან, მაგალითად კონსულტაცია და შემდეგ გეტყვით პასუხს. ეს ჯობია იმას, რომ თქვენ აყურებინოთ საჯარო მოხელეებს ერთმანეთში კამათი, ერთმანეთში რაღაცა უთანხმოება, ამიტომ ამასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და რა თქმა უნდა საკუთარ დროის რეგლამენტს არ უნდა გადააცილოთ, იმიტომ რომ როცა დროის რეგლამენტს აცილებთ, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ყველას, ანუ მე დროს აკარგინებთ, მეორეც ერთი დიდი რისკია, რომ უბრალოდ კარი გაგიჯახუნონ და გითხრან, რომ დრო აღარ გვაქვს და სხვა დროს ვისაუბროთ და შეიძლება ოთახიდან ისე გამოხვიდეთ, რომ ვერ მოასწროთ და ვერაფერი ვერ წამოიღოთ ასეთი შეხვედრიდან და რა თქმა უნდა ეს არ არის თქვენი მიზანი. თქვენი მიზანი არ არის უბრალოდ ორთქლის ამოშვება. ეს ეხება სხვათა შორის არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ მაგალითად პოლიტიკოსებთან, როცა მიდიხართ ნებისმიერთან სასაუბროდ, არჩევნების წინ, როდესაც ამომრჩევლებს ხვდება და აინტერესებს თქვენი აზრი პროგრამაში რა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად მნიშვნელოვანია რომ პატივისცეთ დამსწრეების დროს და ეცადოთ რომ არ გადააჭარბოთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისაუბროთ ისე, წინასწარ უნდა მოემზადოთ რა თქმა უნდა ამისთვის, რომ სათქმელი მოასწროთ მოკლე დროში, რომ მერე მოასწროთ მოისმინოთ პასუხი შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმიტომ რომ მიზანი თქვენი ხო იქ მისთვის არის რომ შედეგი დაიდოს. მომდევნო ვიდეოში აუცილებლად გაგაცნობთ როგორ უნდა ასე ვთქვათ შეიმსუბუქოთ თავიდან საჯარო მოხელეების მიერ და სხვა გადაწყვეტილების მიღები პირებისგან თავის არიდების მცდელობებს როგორ უნდა უპასუხოთ, ანუ პრობლემისადმი თავის არიდების და თავიდან მოშორების სხვადასხვა მეთოდებს როგორ უნდა გაუმკლავდეთ.